მოგესალმებით. დღეს ვიწყებთ ახალ ჩაღრმავებულ განხილვას. ჩვენი წყაროა ტელეკომპანია ტელევიზია ბაზალეთის ტბის მასალა. და ის გვიყვება კობიზე. ეს დუშეთის მუნიციპალიტეტშია, ხო, პატარა კუთხე, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო. ჩვენი მიზანია აი ამ მასალიდან ამოვკრიფოთ თქვენთვის მთავარი დეტალები. ის, რაც დაგაფიქრებთ. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. წყარო ისე დასაწყისშივე ერთგვარ ინტრიგას ქმნის. ამბობს, რომ კობის საუკუნეებია. ერთდროულად ყოფილა სიმშვიდის კერაც და თან აქტიური საქმიანობის ადგილიც. აი ეს უკვე მართლა საინტერესოა, ხო? როგორ შეიძლება პატარა კუთხეში ერთდროულად იყოს სიწყნარეც და ცხოვრების ჩქროლვაც? ხო, ეს ორმაგობა, ანუ სიმშვიდე და აქტიურობა ხშირად ახასიათებს ისეთ ადგილებს, რომლებსაც ისტორია აქვთ. წყარო რო ამბობს კერა, ეს ალბათ ნიშნავს, რომ კობი არ იყო რაღაც მიყრუებული სოფელი, შეიძლება გეოგრაფიულად მნიშვნელოვან ადგილას იყო, ან გზები გადიოდა. აი ეს ხსნის საქმიანობის ნაწილს, ვაჭრობა, მიმოსვლა, ხალხის თავშეღრა. გასაგებია. მაგრამ თან წყარო სიმშვიდესაც უსვამს ხას. ესე იგი, იქნებ აქტიურობა, სადღაც კონკრეტულ ზონაში იყო, ან სეზონური იყო და ბუნება ან რელიგიური ადგილები ინარჩუნებდა სიწყნარეს. ეს ალბათ ბალანსის ამბავია. ანუ ერთმანეთს ავსებდა ეს ორი რამ. ჰარმონიულად. საინტერესოა. და ალბათ ამ ფონზე, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, წყარო განსაკუთრებულ ყურადღებას ბუნებაზე ამახვილებს. აღწერები საკმაოდ ისეთია, შთამბეჭდავი, მწვანე მინდვრები, ტყიანი ფერდობები, წყლის ნაკადები. წყარო ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქმნის არაუბრალოდ ლამაზ ხედს, არამედ ჰარმონიულ გარემოს. კი. ბუნების როლი აქ აშკარად დიდია. მაგრამ როგორც თქვენ თქვით, მარტო ესთეტიკაზე არ ჩერდება წყარო, უფრო ღრმად მიდის. გვეუბნება, რომ კობი არის ადგილი, სადაც შეგიძლია თითქოს შეეხო ისტორიას, ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს. Ani აქ ჩნდება ეს იდეა ბუნების და კულტურის სინთეზი. ანუ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისტორია უბრალოდ ბუნების ფონზე ხდებოდა, არამედ ლანდშაფტი და ადამიანის ამბავი, კულტურა, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ურთიერთქმედებს. შეგიძლიათ ცოტა უფრო, გახსნათ ეს, როგორ ხდება ეს გადაჯაჭვა, წყაროში არის რამე კონკრეტული მაგალითი. აი ვთქვათ, ძველი ბილიკი, რომელიც ისტორიას ყვება. ან ნანგრევი, რომელიც ბუნების ნაწილი გახდა. წყარო, როგორც ჩანს, ამ დეტალებზე ბევრს არ საუბრობს. უფრო ზოგად სურათს გვიხატავს, მაგრამ თვითონ ეს იდეა, რომ ლანდშაფტი და კულტურა ერთადაა, უკვე ბევრის მთქმელია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რას გულისხმობს. აი, წარმოიდგინეთ, საუკუნოვანი ხე, მასთან დაკავშირებული ლეგენდით. ეს ხე ხომ უკვე მარტო ხე აღარაა, ხავსით დაფარულე. აქ ხო ბუნება და წარსული ერთმანეთში ირევა. ან თუნდაც მიწათმოქმედების ტრადიციები, რომლებიც მინდვრების ფორმას ქმნის. ესაც კულტურის გავლენაა. ამიტომ ბუნება აქ ფონი კი არა, აქტიური მონაწილეა. წყარო მგონი სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. გასაგებია. ანუ გარემო თავად ინახავს ისტორიას. და ეს კარგად ეხმიანება იმას, რასაც წყარო ადგილობრივებზე ამბობს. აღნიშნულია, რომ კობი მათთვის შთაგონების წყაროც ყოფილა, არა მხოლოდ სახლი. რაღაც მეტი. თითქოს იქ განსაკუთრებული სიმშვიდე იბადება, რომელიც გაძლევს დროს დაფიქრებისთვის, გარემოს აღქმისთვის. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ეს ფრაზა, თითოეული ნაპრალი, ნაგებობა და ხეც კი ნამდვილი ამბების მატარებელია. დიახ, აი ეგ ფრაზა, თითოეული ნაპრალი ამბების მატარებელია. ეს არის ფაქტობრივად გასაღები. გვიჩვენებს, რომ ადგილობრივებისთვის ეს არ არის უბრალოდ გეოგრაფიული წერტილი. ეს ცოცხალი არქივია, სადაც წარსული ჩაწერილია მიწაზე, ქვებზე, ხეებზე. თითოეული რაღაც ძველი კედელი, გზის მოსახვევი, წყარო, კლდე, შეიძლება მეხსიერების ნაწილი იყოს, დაკავშირებული რაღაც ამბავთან. ეს არ არა უბრალოდ პოეტური მეტაფორა, ეს მართლა განსაზღვრავს ადამიანების კავშირს თავის მიწასთან. და ეს ბუნებრივად აჩენს კითხვას, რომელსაც წეღანაც შევეხეთ, რატომ ახდენს ზოგი ადგილი ასეთ ღრმა ემოციურ გავლენას? მარტო სილამაზეა თუ ისტორიული წონა? წყარო
ამაზე საინტერესო პასუხს გვთავაზობს. ამბობს, რომ კობი მხოლოდ შენობები და ბუნება კი არ არის, არამედ ადამიანების გული და მეხსიერება. აი ეს არის მთავარი. გვეუბნება, რომ ადგილის მნიშვნელობა მოდის არა მხოლოდ იქიდან თუ როგორია ის ფიზიკურად, არამედ იმ სუბიექტური ემოციური კავშირებიდან, რაც ადამიანებს აქვთ ამ ადგილთან. ანუ მოგონებები, განცდები. ზუსტად, წინაპრების ისტორიები, კუთვნილების გრძნობა, ყველაფერი, რაც ამ ადგილს მათთვის განსაკუთრებულს ხდის. სწორედ ეს ემოციური შრე აქცევს ფიზიკურ სივრცეს სახლად, სამშობლოდ, შთაგონების წყაროდ. გასაბლებია, ესე იგი, ადგილი ცხოვრობს ადამიანების მეხსიერებაში და პირიქითაც, ხო? ადამიანები პოულობენ საკუთარ თავს ამ ადგილთან კავშირში. ძალიან ღრმა ურთიერთობაა. და როგორც ჩანს, ტელეკომპანია ტელევიზია ბაზალეთის ტბა, ვის მასალასაც ვეყდნობით, სწორედ ამის გადმოცემას ცდილობდა. არა უბრალოდ ფაქტების ჩამოთვლას ან ლამაზი კადრების ჩვენებას. წყაროდან ჩანს, რომ მათ უნდათ გვაჩვენონ კობის სილამაზე, ბუნების სიმშვიდე, კულტურული სიღრმე, ისე როგორც ამას ადგილობრივები გრძნობენ. ხო, და ეს საკმაოდ რთული ამოცანაა სხვათა შორის, ჟურნალისტურადაც და შემოქმედებითაც. ადგილის სულის გადმოცემა ბევრად მეტია, ვიდრე კარგი კამერა ან ისტორიის ცოდნა. ეს იმ უხილავი კავშირების, ემოციების, ნიუანსების დაჭერას მოითხოვს. იმ განწყობების, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა. მართალია. წყაროდან ჩანს, რომ კობის შემთხვევაში ეს სული დაკავშირებულია სიმშვიდესთან, ბუნებასთან ჰარმონიასთან, იმ თავდაპირველ ორმაგობასთან, სიმშვიდე და საქმიანობა და რა თქმა უნდა იმ ღრმა ისტორიულ მეხსიერებასთან. ცდილობენ გვაჩვენონ არა მხოლოდ ის, რას ვხედავთ კობაში, არამედ ისიც, რას შეიძლება ვგრძნობდეთ იქ. დიახ, და ეს მცდელობა თავისთავად ძალიან ღირებულია. კარგით, მოდით, შევეცადოთ კიდევ ერთხელ მოვნიშნოთ მთავარი პუნქტები, რაც ამ წყაროდან გამოიკვეთა თქვენთვის. რას გვეუბნება ეს ყველაფერი კობზე? მოკლედ. პირველ რიგში კობი არის ადგილი, სადაც ბუნების სილამაზე და ჰარმონია ხმნის განსაკუთრებულ სიმშვიდის ატმოსფეროს. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ხედი. ეს გარემოა, რომელიც მოქმედებს ადამიანზე. მეორე, ეს ბუნება არ არის ცარიელი დეკორაცია. ის გადაჯაჭვულია ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებთან. ლანდშაფტი აქ თავად არის ისტორიის მატარებელი. ერთგვარი, ცოცხალი არხივი. მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ადგილის ორმაგი ბუნება, ხო? სიმშვიდე და საქმიანობა ერთად, რაც მის ისტორიულ მნიშვნელობაზე და ადაპტაციის უნარზე მიუთითებს. დიახ. და მეოთხე და ალბათ ყველაზე მთავარი, ადგილობრივების ღრმა ემოციური კავშირი კობთან. მათთვის ეს არის შთაგონების წყარო, იდენტობის ნაწილი. ადგილი, სადაც გული და მეხსიერებაა. ზუსტად. და სწორედ ეს ბოლო პუნქტი, კავშირი ადგილსა და მეხსიერებას შორის, გვიბიძგებს საბოლოო დაფიქრებისკენ. წყარო ამბობს, რომ თითოეული ნაპრალი, ქვა თუ ხე, კობში ამბებს ინახავს. ეს გვაფიქრებინებს. რამდენად გვესმის ჩვენ ამ ამბების ენა? თუ ეს პეიზაჟი მართლა ლაპარაკობს, რა დამატებით ისტორიებს, რა დავიწყებულ ამბებს, რა ფარულ კავშირებს შეიძლება ინახავდეს, ისეთებს, რომლებიც ამ კონკრეტულ წყაროში არ წერია. რა შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენ თავად, თუ ოდესმე ამ ადგილს ეწვევით და შეეცდებით მოусმინოთ არა მხოლოდ ხმებს, არამედ იმასაც, რასაც ქვები და ბილიკები ჩურჩულებენ. ეს არის კითხვა, რომელსაც ეს წყარო, ესე იგი, ღიად ტოვებს თქვენი პირადი აღმოჩენებისთვის.